კატარი კვლავაც ერთ-ერთ მთავარ შუამავლოდ გვევლინება ვაშინგტონსა და თეირანს შორის, პაკისტანთან ერთად. მაგრამ კატარი მხოლოდ დიპლომატიური შუამავალი არ არის. ის შეიძლება ფინანსურ მაკონტროლებლადაც იქცეს. ასე შოკარცელებული ინფორმაციით განიხილავს მექანიზმს, რომელიც კატარში არსებული ირანის აქტივებიდან მინიმუმ 6 მილიარდი დოლარის გამბლოკას შეძლებს, თუმცა მხოლოდ მონიტორინგის ქვეშ მყოფ ჰუმანიტარულ შესყიდვებზე, როგორიცაა საკვები და მედიკამენტები. იდეა ისაა, რომ ირანს ეკონომიკური სტიმული მისცენ მოლაპარაკებებში დარჩენისთვის. ამავე დროს კი ფული არ იქნას გამოყენებული პირდაპირ სამხედრო ან პროქსი აქტივობებისთვის. კრიტიკოსები აფრთხილებენ, რომ თუნდაც შეზღუდული შეღავათის არისკოა, რადგან ყოველი დოლარი, რომელსაც ირანი არ დახარჯავს საბაზისო საქონელზე, შეიძლება სხვა რესურსების გათავისუფლებას შეუწყოს ხელი, მათ შორის ჰეზბოლასთვის, ჰუთებისთვის ან სხვა რეგიონში მოქმედი მარიონეტული დაჯგუფებებისთვის. ჩვენთან ერთად დეტალებზე სასაუბროდ რაიან ბოლი, ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ანალიტიკოსი რეინიდან. რაიან, როგორ იმუშავებდა ეს მხოლოდ ჰუმანიტარული მექანიზმი პრაქტიკაში? რას ვიხილავდით კატარსა და ირანს შორის? ეს იქნება შემდგომი ტექნიკური მოლაპარაკებების თემა, რადგან როგორც აღნიშნეთ, არსებობს დიდი შეშფოთება, რომ ირანმა შეიძლება ეს მექანიზმი გამოიყენოს იმგვარად, როგორც ეს საცლის შეთანხმებაში არ არის განსაზღვრული. მნიშვნელოვანი ნაწილი ამერიკული პერსპექტივიდან არის ის, რომ ირანელები შეთანხმებაში დარჩნენ და ჰორმუზის სუტე ღია იყოს. და ასევე რომ მათ ჰქონდეთ რწმენა, რომ ამერიკულ მიზნებთან თანამშრომლობით მათთვისაც იქნება გარკვეული სარგებელი. კატარის პერსპექტივიდან საქმე ეხება შუამავლის როლის შესრულებას, რაც ამცირებს იმის ალბათობას, რომ ისინი კვლავ ჩაევმებიან ესკალაციაში. რა თქმა უნდა, ეს სრულად გარანტირებული არ არის. მათ უკვე ჰქონდათ თბილი ურთიერთობები ირანელებთან 28 თებერვლამდე და მიუხედავ ამისა მაინც დაესხნენ თავს. მაგრამ ეს არის საუკეთესო, რაც კატარს შეუძლია გააკეთოს, როგორც ძალიან პატარა სახელმწიფოს, რომელიც ამ ბევრად უფრო დიდ ძალებს შორისაა მოქცეული. ამასთან დაკავშირებით იღებს თუ არა კატარი უფრო მეტ რეგიონულ ბერკეტს ამ მთელი პროცესიდან? მე ამას გავლენას უფრო უწოდებდი ვიდრე ბერკეტს, რადგან კატარის მთავარი მიზანი აუცილებელი არ არის ირანის ეკონომიკური იზოლაციიდან გამოყვანის ხელშეწყობა. ის ცდილობს იყოს სასარგებლო ახლო მდებარე ძალებისთვის, აშშ-ისთვის და ირანელებისთვის და გარკვეულწილად საუდელებისთვისაც, რათა უბრალოდ თავი დაანებონ. საბოლოო ჯამში საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები კატარში თითქმის შეიჭრნენ 2017 წელს ბლოკადის დროს. ამიტომ ისინი ზედმეტად ფხიზლად არიან, რადგან იციან, რომ მათი დამოუკიდებლობა ყოველთვის საფრთხის ზღვარზეა. ამიტომაც მათ სჭირდებათ ამერიკელები დარჩნენ ქვეყანაში, ხოლო ირანელები და საუდელები შორს იყვნენ. ამის მიღწევის გზა კი კონსტრუქციულობაა. ეს მათ ბერკეტს არ აძლევს, მაგრამ აძლევს გავლენას და საშუალებას აძლევს რეგიონში აღიქმებოდნენ როგორც კონსტრუქციული მოთამაშე, რომელსაც უნდა მიეცეს დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის გაგრძელების უფლება. ესევე არიან ისეთებიც, განსაკუთრებით ისრაელში, ვინც შეშფოთებულია კატარის შუამავლობის როლით ამ მოლაპარაკებებში, რადგან მათ შეუძლიათ გამოიყენონ ეს გავლენა და ზეგავლენა ირანთან, რაც აზიანებს სხვა რეგიონულ მოკავშირეებსაც, არა მხოლოდ ირანს, არამედ შესაძლოა არაბეთის გაერთიანებულ საამიროებსა და ზოგიერთ სპარსეთის ყურის ქვეყანასაც. რა სიტყოდით იმ შეშფოთებაზე, რომ კატარი უფრო აქტიურ პოზიციას იკავებს ამ შუამავლობის როლებში? ფიქრობ არსებობს ესეთი უნებლიე შეხედულება, რომ კატარის ქცევა ირანს მისცემს შესაძლებლობას რეგიონში უფრო აგრესიული პოლიტიკა გაატაროს. საბოლოო ჯამში ნებისმიერი სახის თანხა, რომელიც ირანში მიედინება, პირდაპირ თუ ირიბად სავარაუდოდ მის რეგიონულ სტრატეგიას, პროქსების მხარდაჭერას, სამხედრო ძალების აღდგენას და ასე შემდეგ შეუწყობს ხელს. ესე რომ ეს ჰუმანიტარული დახმარებაც კი სხვა პროექტებისთვის თანხებს ათავისუფლებს. არ ფიქრობ, რომ კატარს ნამდვილად სურს ირანის სამხედრო ძალების აღდგენის საშუალება მისცეს, მაგრამ ასევე არ მგონია, რომ დოჰას ისეთივე პოზიცია აქვს, როგორიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, სადაც საამიროელები მიიჩნევენ, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის დასასუსტებლად ეკონომიკური იზოლაციის კამპანია უნდა გაგრძელდეს. კატარელები სამყაროს ასე არ უყურებენ. ისინი შეშფოთებულნი არიან, რომ თუ ისლამური რესპუბლიკა დესტაბილიზდება, ეს კატარისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში უარყოფით შედეგს მოიტანს. ეს გარკვეულწილად პირადი ხედვაა რეგიონული გეოპოლიტიკის მიმართ. შემდეგ კი კატარი უბრალოდ ასკვნის, რომ სტაბილურობა და კონსტრუქციულობა ამ ეტაპზე დოჰას საუკეთესო ინტერესებშია. და ეს არის ალთანის ოჯახის მიერ 10 წლების განმავლობაში გაკეთებული გათვლა. თქვათ, რომ ეს ჰუმანიტარული მექანიზმი მართლაც ამოქმედდება და იმუშავებს. შეიძლება თუ არა, რომ ეს იყოს მოდელი ირანის სხვა გაპინული სახსრების სამართავად ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ჩინეთი, ინდოეთი, ერაყი. ეს არის აქ თავარი იდეა. თუ მაინც არსებობს შიში, რომ მიუხედავად ყველაფრისა, სადაც არ უნდა გათავისუფლდეს ეს ფული, ის მაინც შეიძლება მოხდეს ირანში მამნე ძალების ხელში. ფიქრობ უზარმაზარი გამოწვევა იქნება, რომ ირანთან ეკონომიკური აღდგენის ნებისმიერი პოლიტიკა
ერთგვარად მაინც არ დაბრუნდეს მისი სამხედრო ძალების აღდგენაზე. საბოლოოდ, როგორც კი ეს ფულიან აქტივები ირანის ტერიტორიაზე აღმოჩნდება, ძალიან რთულია გააკონტროლოს სად მიდის ან როგორ გადაადგილდება. Berachonde ნაწილი თავად ირანის რევოლუციური გვარდიის ბიზნეს იმპერიაშიც გაუჩინარდება. ესე რომ ეს ფული აუცილებლად კი არა შესაძლოა საერთოდაც არ მოხმარდეს ჰუმანიტარულ მიზნებს, არამედ შიდა ელიტების გამდიდრებას. ეს ყველაფერი ძალიან რთული იქნება. და ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი კრიტიკის საგანი გახდება იმ ადამიანებისთვის, ვინც უკვე ძალიან სკეპტიკურადაა განწყობილი აშეთერშუსა და ირანს შორის ამ მემორანდუმის მიმართ. მაგრამ საბოლოო ჯამში პრეზიდენტი ტრამპის პრიორიტეტია ჰორმუზის სრუტის სტაბილიზაცია, თუნდაც სრულად არ გაიხსნას, მაინც სტაბილური იყოს. და უზრუნველყოს რომ არ იყოს. ენერგეტიკული შოკი, რომლის შესახებაც ბევრი ნავთობკომპანია აფრთხილებდა, შეიძლება ან ზაფხულის ბოლოს დაიწყოს აქ, შეერთებულ შტატებში. და სანამ მას ესეთი მენტალიტეტი აქვს, ვფიქრობ, თეთრი სახლი მზად არის აიტანოს ეს რისკები, რომ ნებისმიერი ფინანსური მექანიზმი შეიძლება არასრულყოფილი იყოს და რომ ირანისთვის ეკონომიკური დახმარება შეიძლება მის სამხედრო ძალას აღადგინოს, ვიდრე რეგიონში უფრო მშვიდობიან მოთამაშედ აქციოს. რაიან ბოლი ძალიან სასიამოვნოა რომ დღეს IOC4 News English-ზე ჩვენთან ერთად ხართ. მადლობა ამისთვის. მადლობთ.